ჩვენ ერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მეგობრებო აი ამ ძიმე რეალობიდან რომ ხვალ რომ არ ვინანოთ ჩვენ იმისი რაც შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს ჩვენ უნდა გავატაროთ ძალიან სწრაფად ღონისძიებები იცით აღარ შეიძლება უკვე ქვეყანა იყოს მუდმივად აი ამ დაძაბულობის და აი ამ არეულობის რაღაცნაირად რიტმში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ დღეს არის ძალიან ისეთი ხელსაყრელი პირობები ამ მოღალატეების გასაწმენდად ამერიკას ნამდვილად ჩვენთვის არცალია ბაიდენისნაირი იდიოტი კიდე შეიძლება ხვალ მოვიდეს კიდევაც ხელისუფლებაში ეხლა ამერიკა რაც არის ხედავთ ჩვენ ეს ხან მოდის ხელისუფლება რომელიც ზეწოლას ახორციელებს ხან მოდის ხელისუფლება რომელიც აი ამ ზეწოლას ასუსტებს დღეს არის ხელისუფლება რომელიც დაასუსტა ჩვენზე ზეწოლა ჩვენ უნდა გამოვიდეთ აი ამ დასავლეთის და ამერიკის კლანჭებიდან და უნდა ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენი ეროვნული ჩვენი სიტყვაფადობა უნდა ავიყვანოთ იმ დონეზე რომ გავწმიდოთ ყველა სტრუქტურები მოღალატეებისაგან უნივერსიტეტები განათლების სისტემა უნდა ჩავაყენოთ ქვეყნის ფერხულში და ფაქტობრივად მთელი სახელმწიფო მანქანამ უნდა იმუშაოს ქვეყანაზე აი ეს ახალგაზრდებზე ჩვენ ძალიან გული გვწდება მაგრამ ეს ახალგაზრდები არის ჩვენი მომავალი შეცდენილი გაუკუღმართებული აზროვნების ახალგაზრდები მაგრამ ესენი არიან აი ჩვენ რო წავალთ სიტყვაზე ამ ქვეყნიდან ნუ გავალთ უკვე აქტიური პოლიტიკიდან და პრინციპში ჩვენ იმის საშუალებაც არ გვეძლევა აქტიურ პოლიტიკაში ვიყოთ ჩვენ მხოლოდ სტატუსის როლი გვაკისრია ჩვენ და საუბედუროთ მაგრამ ნუ ჩვენ თაობაზეა ლაპარაკი აი ეს ახალგაზრდები რომლებიც აი მოწამლულები არიან თუ ამათ არ შეუცვალეთ ჩვენ თავისი აი ეს ჩამორჩენილობა განათლებაში ჩამორჩენილობა აი ამ ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაში ხვალ ხო ესენი დაანგრევენ ქვეყანას არ დაანგრევენ ესენი რომ მიუშვა სადავებთან ხო და ბოლო ესენი ხო უნდა მოვიდნენ არა მომავალი ხო მაგათი არის და ჩვენ უნდა ვიძრუნოთ რომ აი ეს ხიჩატეხილობა ამოვავსოთ რომ რეალურად ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო რომელშიც არ იქნება ადგილი მოღალატეებისათვის რომ განათლების სისტემაზე აი რამდენჯერ ვლაპარაკობ არ შეიძლება განათლების სისტემა იყოს უცხო ქვეყნის სამსახურში რომ ვიძახით რომ ეს ახალგაზრდები დარბიან რომ ვინ აღზარდა ვის მივეცით სადავეები ჩვენ თვითონ მივეცით საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს აღზრდილიყო ახალგაზრდობა რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგი ევროკავშირის და უკრაინის დროშას აფრიალებენ საქართველოს დროშა ფეხებზე კიდიათ საქართველო არ აინტერესებს მე მინდა ევროპა მე საქართველო მინდა და შენ თუ გინდა ევროპა წადი ევროპაში და ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მეგობრებო რომ სანამ დრო არის რომ აი ბელორუსის პრეზიდენტმა რაც გააკეთა ლუკაშენკომ ის უნდა გავაკეთოთ ჩვენ ფაქტობრივად ყველა 90% ერთნაირად აზროვნებს სახელმწიფოებრივად აზროვნებს იქ განა სხვანაირი აზრები არ აქვს მაგრამ მიდგომა სახელმწიფოებრივი ყველას ერთნაირი აქვს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ 3 მილიონიანი ქვეყანაში 50% მოღალატე იყოს და 50 ქვეყნის სიყვარულით ახსოვს ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს და დროზე არის საჭირო მოქმედებები და გავწმინდოთ უნდა მოღალატეებისგან ყველა სტრუქტურები მე არ ვიცი ტრამპმა რაც გააკეთა ის უნდა გავაკეთოთ ჩვენ დავანგრიოთ განათლების სამინისტრო აქ შევქმნათ ახალი სამინისტრო გავწმინდოთ სახელმწიფო უწყებები როგორ კაცო კრიმინალებად გამოაცხადა სახელმწიფო ინსტიტუციები რომელიც იყო ამერიკაში და ჩვენ რატო ველოლიავებით ამ ყველაფერს მაინტერესებს რატო ველოლიავებით ჩვენ ეხა დავითის და თამარის ეპოქა რო იყოს უნდა გამოიყვანო განათლების სამინისტროში დასაქმებული ადგილები და მიახრიტო იქვე იმ განათლების სამინისტროს შენობაში აი ღირსები არიან ეს ნაძირლები იმიტომ რომ მაგათმა დაამახინჯეს ჩვენი ახალგაზრდობა მაგათმა შეუწყეს ხელი იმას რომ ლიცენზიები მისცეს იმ რა ქვია უნივერსიტეტებს იმ სკოლებს და მათ მოიყვანეს სკოლებში ისეთი მასწავლებლები რომლებაც დაუმახინჯეს ჩვენ ახალგაზრდობას სულები და ყველაფრის ღირსები არის ეს განათლების სამინისტროში აი კიდე ერთხელ ვიმეორებ ყველაზე დიდი რეფორმა უნივერსიტეტებს ლიცენზია უნდა შეუჩეროთ ჩვენ და სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოვყაროთ ყველა ნაცი იმიტომ რომ ნაცი უდრის სამშობლოს მოღალატეს